პატრიარქის კურთხევით გადავწყვიტეთ მონასტერში მოგეშენებია ქართული ნაგაზები. შემდეგ ტაბაკინის მონასტერი გავხსენეთ 1992 წელს და იქიდან ნენელა აღორძინდა ჩვენი ძაღლსაშენი. ბევრი წარმატებებს მივაღწიეთ, კადრში ნახავთ თქვენ თასებს და ამ დიდი წარმატებების გვირგვინი იყო 2010 წელს კიევში ევროპის ჩემპიონატზე, როცა გაიმარჯვა ჩვენმა ძაღლსაშენის ნაგაზმა ბუთქუნავ, რომელიც გახდა 4000 ძაღლის ჩემპიონი და ეს 4000 ძაღლი წარმოადგენდა 160 ჯიშს. ის გახდა ევროპის გრანდ ჩემპიონი და ძალიან სერიოზული წარმატება იყო ეს ჩვენი ძაღლსაშენის. ეხლა მოგეხსენებათ ამ ძვირფას ტერიტორიაზე 3 ჰექტარი არის ეს ტერიტორია, უწმინდესის კურთხევით დაფუძნდა ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც მონასტერიც იქნება შემდგომ. სხვა კავკასიური ჯიშის ცხოველები შეიძლება დათვიც იყოს, კაკაბი, ხოხობი, ჯიქი და სხვა ისეთი კავკასიური ჯიშის ცხოველები გვეყოლება ძაღლებთან ერთად და შევთავაზებთ ტურისტებს და სხვა უცხოელ სტუმრებს კავკასიური ნაგაზის გარდა სხვა ქართული ენდემური ჯიშის ეგზემპლარებს. დიდი საქმე გავაკეთეთ, ძალიან დავაფუძნეთ უკვე ტერიტორიები შევიძინეთ, ვოლიერებიც გავმართეთ. ეხლა ღობავთ, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაგვიფუჭდა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ წინა ხელისუფლება როგორ მდგომარეობაში აგდებდა ბიზნესმენებს, ის ხალხი ვინც გვეხმარებოდა, ზოგი ციხეში ჩასვეს, ზოგი ისე გააღატაკეს, რომ ჩვენი დასახმარებელი გახდა და ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დაახლოებით 3000 ლარი გვჭირდება თვეში, რომ ხელფასები გავცეთ, ძაღლები გამოვკვებოთ, მონასტერიც შევინახოთ და თან განვითარდეთ. და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ამ ეტაპზე. მიმართავ ყველა ქართველს, რომელიც გვერდში უნდა დაუდგეს ამ ეროვნულ საქმეს, ასევე მიმართავ ჩვენს დღევანდელ არსებულ ხელისუფლებას, რომლებიც ეროვნული ძალებით წარმოდგენ პარლამენტში, რომ დაგვეხმარონ ამ დიდებულ საქმეში. ეს არის სერიოზული საქმე, რათა გადარჩეს ჩვენი უნიკალური ჯიში, აი ნახეთ როგორი პატარა ბიჭი გვეძდება, ბუთქუნაშვილი არის ეს. და გადარჩეს ეს ჯიში, არა მარტო გადარჩეს, განვითარდეს და პოპულარიზაცია მოხდეს მისი მთელ მსოფლიოში. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი თხოვნა, ასევე მიმართავთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, რომლებიც მართალია მდიდრები არ არიან, მაგრამ ჩვენზე მდიდრები არიან, რომ შეგვეწიონ ღვთის მადლით და ეს საქმე რაც დაწყებული გვაქვს ბოლომდე მიგვაყვანიოს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.